გამარჯობა მეგობრებო, ჩვენ გადავიღეთ ჩვენი 340-ის ვიდეო, სადაც ვთქვით, რომ თუ ვინმე გამოიცნობდა თუ ჩვენ 340-ში რა სალონს ჩავდებდით, ჩვენი ემპაკეტის სალონს, რაც 340-ში დევს შავი ემპაკეტის სალონი, გავაჩუქებდით. ძალიან ბევრმა გამოიცნო, ძალიან ბევრმა დაწერა. ჩვენ არ გქონდა იქ კონკრეტული რაღაც მითითებული, რომ აი ზუსტად როგორი ფერი იქნებოდა, ნაჭრის იქნებოდა თუ ტყავის იქნებოდა. შესაბამისად, ვინც მოდელი დაწერა, პირველი კომენტარის ავტორი, ვინც იქნება, გადავცემთ ჩვენ ემპაკეტის სალონს. ამ ვიდეოშივე გავათამაშებთ, დაელოდეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, იმიტომ რომ ბოლოში გათამაშდება ჩვენი ემპაკეტის სალონი, რაც შეეხება დღევანდელ დღეს. ძალიან ბევრმა დაგვიწერა, დაგვიკომენტარა, რომ ცოტა ბოლი, დრიფტი, ზანოსი და ნუ ჩვენ დრაგსტერები ვართ, შესაბამისად დავდივართ პირდაპირ, მაგრამ დღეს ავდექით, წამოვედით თქვენს გამო, ჩვენი პირველი მსოფლიო რეკორდსმენი M4 წამოვიყვანეთ და დრაგსტერები გამოვსდით დრიფტში საკუთარ თავს, როგორ დავდივართ. თქვენც ნახავთ ამ ყველაფერს, ძალიან მაგარ კადრებს შემოგთავაზებთ და ძალიან მაგარი ვიდეო იქნება ზოგადად. მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გადააზიარეთ, დააკომენტარეთ თუ როგორი სტილის ვიდეოები გინდათ რომ გადავიღოთ და გადავიღებთ აუცილებლად. ეხლა კი დატყვით ვიდეოთი. გარეთ გამიგა ის დავაჭირე. წადი, აუ, ბაგიშკა გასულს. რა მოხდა, ბობო? ბიჭო, პროტექტორს ამოძვრა ზული რა, ძალიან გადაცხელდა და ანუ მორჩავიდეო. არა, გავაგზავნეთ რა. It's real. ეხლა ვნახოთ შიგნიდან რა ხდება, როცა ზანოში დგავართ. ბიჭო, თემა ისაა, რომ ეხლა DCT რო არ იყოს და მექანიკა იყოს და გიდრო კონდეს სიასმე, უფრო მაგარს მიმოძრაობებით, ხო, ცეპლენია და აუ, აბა შიგნიდანაც თან ბესოსაც ცოტა სიმამონება მივაღებინოთ. გზაა ცუდი და მაინც დაბალი მანქანაა და რამოდენიმე მოსახვევს თქვენთან ერთად ავივლი ემოციებსაც გაგიზიარებთ. უზე არ გადის, მაგრამ არა უშავს.
ნიკო უკნიდან მოდის იმენა გახსნილი ტურბოთ. ბუსზე. ა? ნიკო მაგრაც მოიხდა. ნიკოს ევასემოს რიანი. გზა მაგარი გაფუჭებულა. ეგეთი არ მახსოვს და იდე ისდეცი просто ლაქში რო ვარდება ეგ ტეხავს რა ეხა ეს მანქანები ცოტა გაუშვათ სწორედ ან დავეწევით თან ეს საფარი ხა მოჭიდა ბიჭო მარა ცუდი გზაა ა ეჩაკერილი აი ეს იამები ჩაკერილი ისინი ისი როგორიც გიცვლის მანევრს მანქანაზე ზანოში კი ძალიან ცუდია მაგრამ რავი ეხა რას ვიზამთ ცოტა შიგნიდანაც ხომ უნდა ვიკაიფოთ მე აქ მახსოვდა იდეალური გზა იყო რა კაი ხანი აქ არ ყოფილა მაგრამ ნახოთ რა ეხა ნორმალური просто რამდენი იამა იყო და ამოღამე ხო? თან აცილებდი ხო იამებს? ხო. სხვა გზა არა, დისკი გაგვიფუჭდები. შო? ო. ნორმალური იყო, ბიზნესი იყო რა, ნორმალური ბიჭო, მაგარია იმენა. რო გამოდიხარ ზანოსი და დამთავრებ, აი მთელი ემოციები და ადრენალინი გაწვება ფეხებში, ასწორებს. просто სტოკი პროგრამა რო აი მაინც ეთყობა რა, რომ ისევე რა რო უნდა იყოს. მანქანა რო მოყვება ეგაც. ო, ეგ ბაზარია. ბიჭო ხო რა ვერ გაადგა ფეხი ამ ჩემისა. იმენა მიეწევი. სხვა რა გზა იყო? ყველა პონჩი. სტილობდი მეთქი გაივლის ცოტა ჩქარა მეთქი და არ გაიარა. ბიჭო დაში მეცურსნებ რომ მანქანა იმენა მაგრად მოყვება. კი, აი პიზდეცია ხო, აი ამას ვამბობდი ზუსტად. საჭე თუ ვიცი, იმენა დგომა აქ რავი რა, ეხა აი ხო ხვდები რა. ზანოს შესაძლებლად. აი გარეთ გამლი, აი მისდე დავადირე. უკან არაფერი არ ჩანს. ნავქნა ორი არა, ორივე გადავიდა. ბაზარი არა, просто. შემოდის ნელა რო ემატება და ემატება. თან მაგარი ნისლია და წინიდან შემხვეც ვერ ხედავ რა ხდება ვაფშე რა. ისე ვერ ხედავ როგორც უნდა ხედავთ. როგორ ვერ ხედავ ეხა მთლად მასაც არ არის. ეხა მართლა ფერი აღარ ჩანს. მაგარი ცუდი გზა მოგვიწია. იამაში იმენა ჩავედით, ამოვედით. ბიჭო, პროსო ნისლი არ ჩანს თორე ხა იასნია ზანოსით გავვლიდით მაგ იამებს უკნიდან. რავი, ბიჭო, აი როგორი თემაა, იცი? დრაგი ხო მაგარი кайფია, აი დრაგით ხო მაგრა სიამოვნებას იღე. ახლა ნუ მე დრაგი მევასება რა და ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ დრაგით, მაგრამ აი
ზანოსი და დრიფტი კიდევ ვაფშე სხვა ემოციები, სხვა ადრენალინი და აი რო გიწევს რომ თან მევასება ქალაქის მანქანით, როცა დრიფტაობ და ქალაქში როცა ხარ ეს ტყეში როცა ხარ და უფრო მეტი დაბკოლება გაქვს, უფრო მეტ რაღაცას უნდა ააცილო, უფრო უნდა უფრთხილდე მანქანას, რომ იცი რომ ხაფანგი არაა, დრიფტკარი არაა და აი ყველაფერს უნდა მიაქციო ყურადღება რა. ხან მანქანა შეგხვდება, ხან ძაღლი გადმოგირბენს, ხან ადამიანი ხო ხდები და აი აქ იმდენ რაღაცაზე გაქვს საფიქრალი, რომ აი ესეც ვაფშე სხვა ემოციები და სხვა ადრენალინია რა. მე ადრენალინს კი, ძალიან ასწორებს რა. აი, ოღონდ ესე ხო ხტები რა, უსაფრთხოდ ისე რომ სხვა არ უნდა დააზიანო რა, იასხი. რა შეეხება ეხა ჩვენ მდგომარეობას და ამ ვიდეოს, ეხა გადავინაცვლებთ ქალაქისკენ და უკვე ქალაქში გავჩერდებით და გავათამაშებთ ჩვენ დაპირებულ ემპაკეტის სალონს. და ერთად ვახოთ თუ ვინ მოიგო მეგობრებო. They think that I'm stunting, but it's slight to me. Piling paper, got them talking nice to me. Guess that's why the labels want the rights to me. CD on my back and it feel light to me. They think that I'm stunting, but it's slight to me. I don't understand it, how they got so timid. Told them I would do it and I overdid it. I don't do the bass cause I don't got the minutes. Pull up nothing teeny so they know who winning. Shorty cutting up, it must be retrograde. 80s Cuban collar with the retro fade. Baby cut from Mexico, the whip German. And she down to wet it while the spliff burning. They don't want no static, better get the signal. Earning all these coins, it ain't coincidental. Tell them free the doggies, keep them out the kennel. With my same roadies, whipping different rentals. Baby girl, what's your sign and what that steez do? Say got a little bit of cash, but can he please you? Started in my DM, I might make her BM. Wavy Zavy stunting, you should come and see him. Piling paper, got him talking nice to me. Down the bottle, it be going right through me. Brown baby, down to take a flight to me. They think that I'm stunting, but it's slight to me. Piling paper, got him talking nice to me. Guess that's why the labels want the rights to me. CD on my back and it feel light to me. They think that I'm stunting, but it's slight to me. I done cracked the code, yeah, I'm a hacker now. Gotta let them see it, I went back around. I don't need your wifey, she a pass around. They don't need to know it when I'm back in town. Bank teller greet me by my first name. Sending shots but got the worst aim. Seen him out here looking like he hate cash. Treat that little like a face mask. They don't want no problems, they don't want equations. We keep that same energy on all occasions. More life to my enemies, won't stop the vision. But I do not compromise with competition. All my be sounding like it look like. These be rapping for them book likes. Alkaline charge like a battery. How they got the minutes to be mad at me. Piling paper, got them talking nice to me. Down the bottle, it be going right through me. Brown baby, down to take a flight to me. They think that I'm stunting, but it's slight to me. Piling paper, got them talking nice to me. Guess that's why the labels want the rights to me. CD on my back and it feel light to me. They think that I'm stunting, but it's slight to me. მოვედით მეგობრებო, ქალაქში ვართ დომინოს პარკინგზე და როგორც დაგვირდით, ამ ვიდეოს ბოლოში გავათამაშებდით ჩვენ 340-ის M პაკეტის სალონს. მოდი ახლა ერთად ვნახოთ, თუ ვინ დაწერა პირველი და პირველი კომენტარის ავტორი მიიღებს ჩვენგან საჩუქრად ჩვენ 340-ის M პაკეტის სალონს. მოდი ბესო ჩემთან და ერთად ვნახოთ ახლა თუ ვინ დაგვიწერა პირველი კომენტარი. შევიდეთ ჩვენს YouTube არხზე და ბიჭო თან დაწერა, მე ვიცი ვინც მოიგო რა და თან დაწერა და თან თითქმის ზუსტად დაწერა და გამოიცნო რა. თუ ხო
თან ბოლო ვიდეოშიც მოიხსენია, კი, იმიტომ რომ ჩვენ მანამდე ვიდეო დავდეთ უკვე სადაც ჩანს სალონი, მაგრამ ამ ადამიანმა 4 კვირით ადრე დაწერა და გამოიცნო და აქ მე მგონი ინტერნეტი არ იჭერს, ხო? აი მოდი ჩემთან გავხსენით და ნახოთ ერთად. აი, მოდი მინდა რომ დააფიქსირო ბესო. შევიდეთ კომენტარებში. USD მივიცეთ, ნუ აქეთ გადავიდეთ მაინც თავიდან რომ ჩამოყაროს. დავიწყოთ. აი ესაა ბოლო კომენტარი რა, ლუკასი. დავიწყოთ. G80 არ არის. მაგაში დებთ F80-ის წითელ სალონს. ეს არის გიორგი ივანეიშვილი 82-41. ამას დავსკრინავთ აუცილებლად და ვიდეოს ბოლოშიც დავდებთ ამ სკრინს, რომ ზუსტად იცოდეს მომხმარებელმა თუ რომელმა მოიგო ჩვენი ემპაკეტის სალონი. გიორგიმ დაწერა თითქმის ზუსტად აი 99% კი არა და მე მგონი 100% დაწერა გიორგიმ რა და გიორგი გილოცავ მეგობარო შენ ხარ ჩვენი ემპაკეტის სალონის მფლობელი გამარჯვებული და ჩვენ აუცილებლად უნდა მოვწეროთ ჩვენ სოციალურ ქსელში ან Instagram-ზე ან Facebook-ზე და აუცილებლად გადმოგცემთ ჩვენ ემპაკეტის სალონს. ძალიან დიდი მადლობა აქტიურობისთვის, ძალიან დიდი მადლობა ესეთი როგორ გითხრათ, ანუ ძალიან კარგი კომენტარები დაიწერა, ძალიან ბევრი კომენტარები დაიწერა, ძალიან ბევრმა სწორად დაწერა, მაგრამ ჩვენ ვახსენეთ, რომ პირველ კომენტარს ვინც დაწერდა, რადგან რანდომად არ იყო შერჩევა კომენტარების, პირველ კომენტარს ვინც დაწერდა და ვინც გამოიცნობდა, გადავცემდით მაგ ადამიანს. ეს არის გიორგი ივანეიშვილი და აუცილებლად გადავცემთ. რაც შეეხება მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გადააზიარეთ, დაალაიქეთ და დააკომენტარეთ, კიდევ ბევრ რამეს გავათამაშებთ და კიდევ ბევრ რამეს დავდებთ და შემოგთავაზებთ ძალიან მაგარ ვიდეოებს. გემშვიდობებით ამ ვიდეოთი, მომდევნო ვიდეოებამდე, კარგად იყავით.